კარგით. მოგესალმებით ყველას და ბიზნეს ანალიზის საერთაშორისო ინსტიტუტის საქართველოს წარმომადგენლობის სახელით მადლობა, რომ შემოგვერთდით და გამონახეთ დრო ამ საინტერესო სესიისთვის. გთხოვთ გაითვალისწინეთ, რომ კეთდება ამ შეხვედრის ჩანაწერი და პრეზენტაციის შემდეგ ეს იქნება ხელმისაწვდომი ყველა დაინტერესებული პირისთვის. პრეზენტაციის მიმდინარეობისას გთხოვთ კითხვები დააფიქსიროთ ჩატში ან Q&A სექციაში და სესიის მიმდინარეობისას აუცილებლად დავაფიქსირებთ ამ კითხვებს სპიკერთან და გავვილით თითოეულს. მე ვარ მარიამ ჯოხაძე, ბიზნეს ანალიტიკოსი და IAB საქართველოს წარმომადგენლობის პროფესიული განვითარების მიმართულების ვიცე-პრეზიდენტი. ინფორმაციის გაზიარებაში და თქვენს კითხვებზე საპასუხოდ კი დაგვეხმარება ჩვენი სტუმარი ნინო გორგაძე, რომელსაც აქვს არაერთი მნიშვნელოვანი ტიტული, მათ შორის პროექტების მენეჯმენტის ინსტიტუტისგან. ის არის პროექტებისა და პორტფელების მართვის სპეციალისტი, digital transformation-ის და AI enablement-ის ექსპერტი. მას აქვს 20 წელზე მეტი გამოცდილება კერძო თუ საჯარო სექტორებში და ბოლო წლების განმავლობაში ეხმარება სხვადასხვა ორგანიზაციას პროცესების სტრუქტურირებაში და სამუშაო პროცესების ავტომატიზაციაში თუ თანამედროვე პლატფორმების დანერგვაში. დღეს ნინო გაგვიზიარებს დღესდღეობით უმნიშვნელოვანეს პრაქტიკულ გამოცდილებას, როგორ შეიძლება ხელოვნური ინტელექტის გამოყენება პროდუქტიულობის გასაზრდელად და სამუშაო პროცესების გასამარტივებლად. როგორც გითხარით, Q&A ღია არის და ამიტომ გთხოვთ ნებისმიერ დროს დააფიქსიროთ თქვენი შეკითხვები. ნინო, ახლა თქვენ გადმოგცემთ სიტყვას და გთხოვთ დაიწყეთ. გამარჯობა, მადლობა რომ მომიწვიეთ. მადლობა მონაწილეებს და წარდგენისთვისაც ასევე მადლობა, მე ბევრს აღარ ვიტყვი ჩემს შესახებ. გარდა იმისა, რომ ვისაც სიახლეები გაინტერესებთ, შეგიძლიათ LinkedIn-ზე დამაფოლოვოთ და ჩემი newsletter-ი გამოიწეროთ, სადაც ბევრ საინტერესო რაღაცას ვაზიარებ ხოლმე AI-ზე არატექ ადამიანებისთვის. ანუ ჩვეულებრივი ეს იქნება PM-ი, ეს იქნება მენეჯერი, ეს იქნება ფრილანსერი, ანალიტიკოსი თუ სხვა არატექ, ასე ვთქვათ, არა კოდის მწერი ადამიანი, რომელსაც შეუძლია AI ისე მოირგოს, რომ რეალურად ძალიან ბევრი საათი დააზორგინოს საკუთარ თავს, დაუზოგოს თუ როგორც არის. ხო, ზოგადად დავიწყებ ესეთი სიტუაციით, რომ კომპანიების ობიექტურად შარშან ჩატარებული არაერთი კვლევა მიხედვით ჰაიპით აყოლილი, აი ეს AI ყველაფერს გააკეთებს, კომპანიების მოკლედ დადებითი ROI, ანუ უკუგება რეალურად, მხოლოდ 5.5% ჰქონდა. დანარჩენი კომპანიები ან ვერ გავიდნენ break-even-ზე, ან ახეს AI-სგან ზარალი. რატომ? იმიტომ რომ AI კარგია, ბევრ ამას აკეთებს, მაგრამ ყველა მიმართულებას აქვს თავისი კონკრეტული ინსტრუმენტი, რითაც შეგვიძლია გავამარტივოთ. ეს McKinsey-ის კვლევაა მაგალითად State of AI 2025 წლის ხელმისაწვდომია. ძალიან საინმე მიყვარს ძალიან კვლევების კითხვა დღემდე. სხვათა შორის და ბევრ რაღაც საინტერესოს პოულობ ხოლმე, როგორც წესი მარტო მე მაინტერესებს ხოლმე და არ ვაზიარებ. ხო, ანუ სხვადასხვა კვლევებს ნახავთ. 5%-ის გარშემო არის, კი არა, ერთი ისტორიაა, როდესაც თანამშრომლები დაითხოვეს, მერე უკან დააბრუნეს. ხო, იმიტომ რომ თურმე AI-ს მართვა ჭირდება და თურმე AI ჰალუცინირებს და თურმე AI მართლა ადამიანებს ვერ ანაცვლებს. ასე რომ პოპულარული ფრაზა AI ჩაანაცვლებს ადამიანებს, ვერ ჩაანაცვლებს, ისინი ვინც AI-ს იყენებენ, ჩაგვანაცვლებენ, რაღაც კუთხით კი. იმიტომ რომ ზოგადად სამუშაო სტანდარტები იცვლება, მაგრამ ჯერჯერობით AI-ს გამოყენება პირადი ბონუსი უფროა საკუთარი თავისთვის, ვიდრე კონკურენციის ნაწილი. გინდაც ბაზარზე, გინდაც მეორე მხრივ ამას ისიც ემატება, რომ ის AI კონტენტი, რასაც ჩვენ ხედავთ, არის უკიდეგანო დუხარისხო. ხო, აი მე ხა ვათვალიერებ ხოლმე და იშვიათად რო ყოფილიყოს მაგალითად AI რეკლამა,
მართლა საინტერესო. აი ესეთი ბანძი კონტენტი მოდის, ეხლა სიტყვა შეიძლება არ უნდა გამოვიყენო, მაგრამ სხვა არ ვიცი რა შეიძლება ამას ვუწოდო. ასე რომ თლად ეგრეც არ არის, როგორც 1-2 წლის წინ ჩვენ გვაშინებდნენ და გვეუბნებოდნენ. ამას ისიც ემატება, რომ AI-ის ფასები იზრდება. ანუ კონკრეტულად უკვე მიდის საუბარი, რომ ChatGPT-ც და Claude-იც გადავა per use payment-ზე. Subscription-ებს რას უზავენ არ ვიცი. ნუ ყოველ შემთხვევაში კოდის ნაწილის გადატანა ეგრე უნდათ, Claude კოდიც და Codex-იც. შესაბამისად, აი ეს ყველაფერი გაძვირდება. პლუს მოდელები რეგულირდება. ნუ ჩინური მოდელები ეხლა კი, ნორმალური მოდელებია. მაგრამ ვერ შევადრი ეხლა Claude კოდს, რასაც Claude კოდი მიკეთებს და ვერ ChatGPT-ს მაგალითად რიგ ასისტენტურ, ასე ვთქვათ, იმას. ასე რომ ხვალ რა იქნება, არავინ არ იცის. მაგრამ ერთი რამე არის ცალსახა, რომ როდესაც ჩვენ AI-ს ვიყენებთ, უნდა გამოვიყენოთ გონივრულად. ეს პირადი გამოყენება იქნება თუ იქნება ორგანიზაციულ დონეზე დანერგვა მით უმეტეს, ხო? აი ხა დღეს სიტუაცია ესეთია, რომ როდესაც უბრალოდ ერთჯერადი კითხვა-პასუხი გაქვს, ჩვეულებრივად ვწერთ ჩატს, რა მოდელსაც არ უნდა იყენებთ. თუ თქვენი საქმე არის, მაგალითად, როგორი იცით? განმეორებადი. ანუ მაგალითად, სულ ვაკეთებ რაღაც პროექტის ტიპურ რეპორტებს, აი ანალიტიკაც მიდის რაღაც კონკრეტული დაუშვათ მიმართულებებით და ასე შემდეგ. ან სხვა საქმე, პროექტული საქმე და ასე შემდეგ. ასე დროს კარგი არის სხვადასხვა ტიპის ასისტენტები შეიქმნა. ხო, ასისტენტი არის კონკრეტულად დაკონექტებული იმ აპებთან, რომელიც შენ გინდა. თუ საუბრობთ მაგალითად Claude-ზე, იქ შეგიძლიათ Claude project-ში კეთდება ეს და შეგიძლიათ სკილები გაუწეროთ, კონკრეტული ქცევის წესები, ნებისმიერი სახის output-ზე, პლუს აუტვირთოთ შესაბამისი დოკუმენტაცია, რომელსაც უნდა მისდიოს და ყველა ჯერზე პრომპტით წვალება აღარ გიწევს. ხო? ანუ ფაქტიურად დავალებამ შეცვალა ამ შემთხვევაში პრომპტინგი. თუ მაგალითად ბევრი ნაბიჯი რაღაც განსაზღვრული ნაბიჯი უნდა გაიაროს თქვენმა სისტემამ. გინდათ რამოდენიმე აპლიკაციის დაკავშირება და ეს გინდათ სიკვენსში. ხო, რაღაც კონკრეტული მცირე აუტპუტით. მაშინ კარგი არის ააგოთ workflow. AI-ს ან მის გარეშე ყველა workflow-ს AI არ ჭირდება. ამისთვის ახლა კარგი არის Make-ი, მარტივია, შეგიძლიათ თქვენი workflow-ებიც უფასოდ გააკეთოთ. და მეორე, ხა მე პირად N8-ი მირჩევნია ხოლმე ბევრი მიზეზიდან და გამომდინარე. თუ ეხა ორგანიზაციის ჭრილში, საქმეების ჭრილში, task-ები და ასე შემდეგ, ეხა ეგ workOS-ია, ხო? თუ მაგალითად AI უკვე workflow აღარ ყოფნის და საუბარია მრავალ ბიჯიან ავტონომიურ ამოცანებზე, რომლებიც ყველა ჯერზე სხვადასხვა გზას გადის, ანუ არ არსებობს ერთი გზა, რომლის პროცესინგი უნდა განხორციელდეს. მაშინ მარტო ღირს რო აგენტზე ვიფიქროთ, იმიტომ რომ აგენტი 4-ჯერ მეტ ტოკენს დაწვავს მინიმუმ ერთი და იგივე მოცულობის სამუშაოში, ვიდრე ჩატბოტი და ასისტენტი დაგიწვავს. და ორკესტრირებულ აგენტს თუ გავაკეთებთ, ჩატბოტზე 15-ჯერ მეტ ტოკენს დაგიწვავს. დაახლოებით აი ამ მოცემულობაზე არის საუბარი. ასე რომ კარგად უნდა დავფიქრდეთ, სანამ ამას გავაკეთებთ. აგენტის აგებაც ძვირია, მისი მოხმარებაც ძვირია და შემდგომ მისი maintenance ანუ შენახვაც ძვირია. ხო? ასე რომ აი ესეთი ვითარება არის. ზოგადად აქ ხშირად კიდევ ასევე კვლევებით დასტურდება, ეს არ არის მარტო პირადად ჩემი გამოცდილება. კვლევებითაც დასტურდება, რომ ბიზნეს პროცესები გინდა არ გინდა, აი როგორც workOS-ზე რო გციფრულდებოდით და ვწვიდით ბიზნეს პროცესებს, ასევე გვიწევს აქაც გარკვეული ბიზნეს პროცესების ცვლილებები და ადაპტაციები ახალ ტექნოლოგიებთან. ხო, რაღაცეები მარტივდება, რაღაცეები იხლიჩება, რაღაცეები ერთიანდება. ყველაზე კარგი არის და ეფექტურობაც მაგაშია ზუსტად, ხო? ანუ კომპანიებმა, რომლებიც just ფრაგმენტულად თვითონ ქმნიან ხოლმე ჭყალებში ტექნიკურ დავალებებს
და აწყობინებენ ხოლმე აგენტებს, მერე ხვდებიან, რომ ბიზნესურად ეს არც ისე პირობითად შეიძლება მომგებიანი, შეიძლება კარგი გადაწყვეტილება იყო და ასე შემდეგ. ამიტომ პროცესები და ასე შემდეგ ასევე აუცილებლად თავში არის პროცესის გააზრება, რედიზაინი და მერე უკვე არჩევა იმისა თუ რა გვინდა. არა აქვს მნიშვნელობა ეს ახლა ორგანიზაციაზე ვსაუბრობ, საკუთარ თავზე ვსაუბრობ. ხო, ანუ ინდივიდუალურ მოხმარებაზე თუ რაზე, აი ეს პროცესი რო მივიღოთ ეფექტური, უნდა განა ჰაიპს გავყვეთ, რომ აი აგენტები კარგია და განსაკუთრებით თვითზრდადი პირადი მოხმარების აგენტები ყველაზე კარგია, რაც შენ შეიძლება. არ არის ეგრე. ბიზნეს პროცესიდან გამომდინარეობს ის თუ რა არის შენთვის ოპტიმალური. აგენტები, სანამ ეხლა WorkOS-ებზე და ასე შემდეგ, მოკლედ გადავალ, ძალიან დიდი აგენტური ინსტრუმენტების რუქა გაგვაჩნია, ძალიან ბევრი აგენტური პლატფორმები არსებობს დღეს, ბევრი ჩინური პროდუქტები იქმნება. ხო, აქ თავარი ყველას გატესტვას ვერ მოასწრებ. ანუ გატესტვა არ არის, შევედი 2-3 პრომპტი დავწერე, რაღაცა არ ვიცი რას, დაერთდა, არ დაერთდა, ეგ არ არის მოდელის გატესტვა. ეგ არის ცდა. ხო? გატესტვა ჭირდება, როდესაც შენ რაღაც დიდ ამოცანებზე, შენს დიდ ამოცანებზე უყურებ აუთპუტებს დროში. ხო? და მე რასაც ვტესტავ, მე უყურებ ჩემი მიმართულებით. ვინც კოდს წერს თავისი მიმართულებით, დიზაინერი თავისი მიმართულებით, ხო? ვინც კონტენტს წერს, ტექსტებთან მუშაობს თავისი მიმართულებით. და ისიც შეიძლება უბრალოდ შენი მოკრძალებული გამოცდილება გააზიარო. მე მივდივართ უკვე ბენჩმარკებში. ბენჩმარკებს უყურებთ, დამოუკიდებელ ბენჩმარკებს აუცილებლად თვითონ პროდუქტმა რაც დაწერა არა. ეგ ბენჩმარკი არ არის, ეს მისი პირადი აზრია, რომ პროდუქტი კარგად გაყიდოს. ხო, მაგრამ მანდ ბენჩმარკებზეც პრობლემა ოპუსი, მე მგონი 4-6 იყო. ბენჩმარკი მოატყუა. ტესტზე იყო გასული და მიხვდა, რომ ტესტავდნენ. კითხვებიდან გამომდინარე, კლოდმა თვითონ იპოვა, რომელ ბენჩმარკზე იყო გასული და ისე გასცა პასუხები, რომ თუ არ ვწდები 40 თუ 50%-ით მეტი ქულა დაუწერა საკუთარ თავს. უბრალოდ ანთროპიკმა ეს აღიარა და სხვა მოდელები არ აღიარებენ. შანსი არ არის. ამიტომ ბენჩმარკიც ისეთი ორიენტირია, ხო ხდებით, აი რამდენად მოდელმა, მაგრამ ეს კი მის სიჩკვიანეზე მოქმედებს, არა კონკრეტულ თქვენთვის სასარგებლო პარამეტრზე. ხო, ესე იგი რა გვაქვს პირადი cloud აგენტები, რავი, აი Manus-ის აგენტი არის, ცოტა ისეთია, light task-ებისთვის კარგია, Lindy შეგიძლიათ სცადოთ, ChatGPT-ის agent mode შეგიძლიათ მარტივად სცადოთ. ასისტენტები მე Cloud Project-ი მომწონს ძალიან, ChatGPT-ის GPT და პროექტები დიდად არ მომწონს, იმის გამო რომ სკილები არ აქვს და ფაილებში ცოტა ისეთი მწყრალად ხედავს განსაკუთრებით ვიზუალურ ნაწილს და ნუ Cloud-ი თავისი სკილებით Cloud Project-ში ახლა პირადად ჩემთვის პროექტულ და საკონსულტაციო სამუშაოში ნამდვილად შეუცვლელია. აგენტები პირადი გამოყენებით შეგიძლიათ მათ შორის workflow აგენტურ პლატფორმებზე ააგოთ. ეს არის Make და N8-ი, ნუ Zapier-ი, რავი, ძვირია და რავი, არაფერს განსაკუთრებულს არ აკეთებს ვიდრე პირველი ორი. უბრალოდ Make-ი კარგია, რომ მარტივია და შეგიძლიათ მცირე workflow-ები უფასოდაც კი ააწყოთ, თუ თვითონ Make-ის უფასო ტოკენებში ჩაეტევით. WorkOS და Enterprise აგენტები არის ჩაშენებული უკვე WorkOS ეკოსისტემაშიც. Monday-საც ყავს თავისი, ესე ვთქვათ, აგენტი, რაღაც ისეთ WorkOS-ის შიგნით საკმაოდ ისეთი ნორმალურ მოკრძალებული, ასე ვთქვიან, ავტომატიზაციებს გვიკეთებს. დეველოპერებისთვის და ორკესტრაციისთვის, რა თქმა უნდა, LangChain-ი ან LangGraph-ი, CrewAI არის ორკესტრაციისთვის საკმაოდ კარგი, უბრალოდ ძვირი გამოდის. მე N8-ში მყავს მაგეთ ორკესტრირებული რაღაცები, მყავს N8-ში. ხო, OpenAI-ს აქვს თავისი agent SDK, Cloud agent-ი. კი, აი Cloud აგენტებს მე პირადად ვიყენებ და ძალიან მომწონს. და self-hosted შეგიძლიათ თქონდა ეს ყველაფერი გავუშვათ. ეხლა WorkOS-ზე რო დავიწყოთ, ეხლა მე Monday-ის მაგალითზე ვაკეთებ, თუმცა
სხვა WorkOS-ებშიც ყველა WorkOS აქვს თავისი პლუს მინუსი. არ არსებობს უნივერსალური WorkOS-ი, რომელიც ეს არის ყველაზე მაგარი დანარჩენები არ ეგეთი რამე უბრალოდ არ არსებობს. უბრალოდ ხა მე Monday ყველაზე მეუნივერსალურება და Monday-ის ახლა პარტნერშიპი მაქვს ახლა Monday-ისთან, მაგრამ ეს არ წყვეტს ჩემს საქმიანობაში აბსოლუტურად მაგათი რაღაცა $10 სეილი თვეში, მაგის გამო ახლა ნამდვილად არავის ურჩევ ამას, ვისაც არ ჭირდება. რა ვიცი, ღმერთმა დამიფაროს მაგის გამო. ხო, რისი თქმა მინდა, ზოგადად WorkOS-ები კარგი არის, ახლა PM-ებიც, ანალიტიკოსებიც და ვინც გუნდებს მართავს, დღეს უკვე WorkOS-ით უნდა მართავდეს. ხო, სათქმელად მარტივია, განსახორციელებლად არც ისე არა. განსაკუთრებით რაც დიდია ორგანიზაცია და რაც უფრო სტანდარტულია, კონსერვატიულია ორგანიზაცია, მით უფრო რთული არის იქ ნებისმიერი ციფრული ასე ვთქვათ, პროდუქტის დანერგვა ორგანიზაციულ დონეზე, რომ ყველა მიმუშაოს. ხო, ეხლა რა არის გვაქვს? ცენტრალიზაცია, ავტომატიზაცია, კროს-ფუნქციური გუნდების მუშაობა, ლაივ ხილვადობა რა ხდება პროექტებში და დეპარტამენტებში, რუტინულ ტასკებში და ასე შემდეგ, სხვადასხვა AI ფიჩერები გვაქვს, 200-ზე მეტი ინტეგრაცია არსებობს WorkOS-ებში სხვადასხვა პლატფორმებთან. ზოგადად ეს ითვლება სტანდარტად. ეხლა გააჩნია რომელი პაკეტი გაქვს, რომელი WorkOS-ი გაქვს, შეიძლება ცოტა ნაკლები ციფრი იყოს, შეიძლება ბევრად დიდი ციფრი იყოს. ხო, დროის დაზოგვა, ეს რაც მოვიტანი არის საერთაშორისო კვლევებით. ხო, ჩემთან ჯამური პროდუქტიულობებია 40% პლუს და ფაქტიურად 10-ჯერ შემცირებული თათბირები მაქვს. ძირითადი რაც არის და თითქმის 70%-ით მცირდება მეილები, რაც ყველაზე დიდი პრობლემაა ხოლმე იმ კომპანიებს, სადაც ვიწყებ მუშაობას. და 95% პლუს არის შედეგი ტასკების დავალებების შესრულების რა, დაახლოებით. საერთაშორისო კვლევებით რა გვაქვს, ესე იგი 30% არის დაზოგილი დრო, 50% შემცირებული შეხვედრების დრო, 75%-ით ნაკლები შეცდომა ადამიანური და არა მარტო, გაუმჯობესებული ხილვადობა 91% და 25-35% და ეს არის თანამშრომლების კმაყოფილების და ზოგადად. თანამშრომლების კმაყოფილების და დანერგვიდან მე-6 თვეს უნდა გამოიკვლიო, მანამდე აზრი არ აქვს. ხო, ზოგადად Monday.com-ს აქვს ბევრი AI ფიჩერი, Monday Sidekick-ი, AI workflow-ები აქვს, Monday Magic-ი აქვს, აგენტები აქვს, რაც ამ სლაიდში არ არის, შედარებით ბეტა ტესტირებაშია აგენტები. მაგრამ საკმაოდ ნორმალურად მუშაობს. სხვადასხვა ისენი AI ბლოკები და ასე შემდეგ. ის რაც Monday-ში მე მომეწონა, როგორც კონსულტანტს ძალიან მომეწონა და პირველადი სეტაპისთვის დროს არის ძალიან კარგი. თქვენ შეგიძლიათ დოკუმენტაციის სკოპის აღწერილობით პრომპტით გააკეთოთ workspace-ი მთლიანად. ხო? აი მე ხა გაჩვენებთ თქვენ Monday-ს ეს მაქვს ეს არ არის ნამდვილი პროექტი, ხო? არც ჩემი სამუშაო სივრცე. ეს არის უბრალოდ ესე რა, დემოსთვის მაქვს მე აქ ყველაფერი. Monday-ს შეხედეთ აი ეს, რასაც თქვენ ხედავთ, პირობითად დიდი გაყიდვების დეპარტამენტი. ბორდები თავისი კოლონებით, თავისი ტასკებით, თავისი აი ამ კონკრეტული აი ეს custom კოლონები, ამას Monday-ში სხვა რაღაცა ქვია, Microsoft Project-ში ვარ ეგრე შეჩვეული, ხო, აი ეს. თავისი ეს drop-down-ები, რაც არის ამოსარჩევად, აი მაგალითად, ხო? ლეიბლები. ეხლა ადამიანები აქ არ არის მიმაგრებული, იმიტომ რომ მარტო მე ვარ აქ. ხო. და ასე შემდეგ ეს ყველაფერი ძალიან ზუსტად ავაგე პრომპტით და ატვირთული სკოპის დოკუმენტაციით, სადაც იყო გაწერილი რა მინდოდა. ამაში დაახლოებით დახარჯა 1 საათი. მე რო ეს ყველაფერი ხელით ამეწყო აი ამდენი რამე, მე ობიექტურად აქ დავხარჯავდი 2-3 დღეს რა თავისი გადამოწმებით. ეს დაშბორდების თვითონ გააკეთა, ავტომატიზაციებს ვერ აკეთებს ბუნებრივია. ეს არის ის, რაც Monday-ს აქვს და ყოველ შემთხვევაში არ გამიგია სხვა WorkOS კონდეს, მაგრამ ეს ერთჯერადი ეფორტია და პრინციპში
ერთჯერადად თუ გამოიყენებ. აქვს ძალიან კარგი ამას AI-ს რაც გააჩნია, თქვენ შეგიძლიათ გააკეთოთ სხვადასხვა AI workflow-ები, მაგალითად, დააწყოთ workflow-ები ცალკე იწყობა. ბუნებრივია, ეხლა ამდენ რამეს რო ვლაპარაკობ, ეს ყველაფერი არის მოჭრილი თავისი plan-ით. ანუ ულიმიტო ეს არ არის. ამიტომ აქაც ნებისმიერ workflow-ში, როდესაც რაღაც შესაძლებლობებზე ვსაუბრობთ ლიმიტირებულ შესაძლებლობებზე, ხო? ამიტომ როდესაც AI-ს სადმე ვდებთ, უნდა სიხშირეც გამოყენების და მისი აუცილებლობაც შეფასდეს ფინანსური კუთხით. აი ეს არის მაგალითად რისკების workflow, რომელიც უზის task-ებს გაწერილი პრომპტით, რაკ სტატუსით მერე, როდესაც task-ი მაგალითად due date-თან მოდის, ახდენს მის სტატუსის ცვლილებას, უცვლის labels და სტანდარტულად წერს მიტიგაციის გზებს. და შესაბამისად კონკრეტულად ეს ჯდება მერე ცალკე გრუპში, მე მგონი აქ არ არის ეგ ჩასმული, სადღაც არის. ცალკე ჯგუფში ჯდება და შესაბამისად გაქვს შენი რისკების ჩამონათვალი. ხა მსგავსი workflow-ები შეიძლება ძალიან, ასე ვთქვათ, ბევრი გაკეთეს, მაგრამ ბევრი არის პირობითი, ყველაფერი ხდება ღონივრულობის ფარგლებში, აი ესე. ბოლოში უნდა იყოს risk actions არის გაწერილი, ეს ყველაფერი პრომპტებით იმართება. არაფერი აქ მეჯექი არ არის. თავარი არის, რომ არა ის, რას დამიწერს risk note-ში იმდენად, რამდენადაც მე რომ ვიცი, რომ რაღაცა სადმე რომ მიპრობლემდება, მე ამაზე მაქვს კონკრეტული, ასე ვთქვათ, მიტიგაცია. ასეთი რამე შეიძლება უამრავი გაკეთდეს, რაც რეალურად ჩვენ, რაც მეტი პროექტია, რაც მეტი task-ია, რაც მეტი ადამიანია, მით უფრო ირევა თვალი თუნდაც Kanban board-ზე. რაც არ უნდა კარგი იყოს Kanban board-ი, list view და ასე შემდეგ, აი აქ ხელა ეს ახლა ესეც არ არის ხო ხა რეალური, ხა რეალობაში გაცილებით მეტი task-ია. ამაში გვეხმარება. საინტერესო აქვს Vibe, Monday Vibe, სადაც უბრალოდ შეგიძლიათ მაგალითად ინტერაქციული დეშბორდი გააკეთოთ. ინტერაქციული დეშბორდი გაძლევს იმას, რასაც ჩვეულებრივი დეშბორდი არ გაძლევს. პირადად უფასოა, plan-ში შედის. პრომპტით იწყობა, როგორც HTML web გვერდს რო ვაწყობთ ხოლმე, ხო? აი დაახლოებით ეგრევე ეწყობა. თუ დააფაბლიშებ, მერე უკვე იუზერების ოდენობიდან გამომდინარე, გემატება თანხა. ანუ მე live ვიცი ჩემს პროექტში რა ხდება. ოღონდ დეშბორდს გავცდი, იმიტომ რომ აქ არის ყველაფერი ის, რაც მე მჭირდება და დეშბორდზე არ მაქვს. ჩვეულებრივ სტანდარტულ დეშბორდზე. Monday Vibe თუ არ არის, ვაკონექტებთ კლოდში, უწერთ skills, ვაქვეყნებთ არტეფაქტად და ისე ვაზიარებთ. აქ თუ არ არის, უბრალოდ ვისაც უნდა ესე, აკეთებს ესე. და ყავს აგენტები, მე აქ რამოდენიმე აგენტი შევქმენი, მუშაობენ საკმაოდ ნორმალურად. ხო. დადიან ხოლმე პერიოდულად თავის იმაში, აქ ხედავთ ხო დადის. ბოლოს იყო 11 საათის წინ არის ყოველ რაღაც დროზე დაყენებული, დილით 8-ზე თუ 9-ზე მყავს დაყენებული და კონკრეტულ იმას აკეთებს, რა ქვია, ასე ვთქვა, ტრიგერი აქვს დილის 8-9-ზე დამიყენებია. ხო, და კონკრეტული აქტივობები, რასაც ასრულებს. მაგალითად დადის და უყურებს სადმე ხო არ არის overdue, ერთი მყავს progress-ის მენეჯერი, ერთი მყავს scheduling მენეჯერი. და აი ასე დადის და პრომპტით გაწერილ საქმეს აკეთებს რა. თქვენს მაგივრად მოაქვს ინფორმაცია იმისა თუ რა ხდება თქვენს პროექტში. აი აქ შემოიტანეს Claude-იც, ChatGPT-იც, აი Managed Agents, OpenAI. ესეც შეგიძლიათ აქ ჩააშენოთ და გამოიყენოთ. მე ხა არა მაქვს ეს ჩაშენებული ამ კონკრეტულ ბორდში, იმიტომ რომ სხვანაირად მართავ, მაგრამ პრინციპში ესეც კარგი იქნება, რომ გაიტესტოს. იქედან ამას ვაკავშირებ, მაგრამ აი აქედან ჩამოკავშირება
ჯერ არ გამიკეთებია. ეს ინტერპრაიზია და რამდენად სხვა ფეკიჯებში გაუშვებს, ეგ უკვე აღარ ვიცი, ეგ დოკუმენტაციაში იქნება სანახავი. ხო, აი ხა მაგალითად ეს WorkOS-ის გარდა რომელშიც არის ყველა WorkOS-ში იქნება ეს Asana, Jira და სხვები, მეტნაკლებად არის ჩაშენებული, ასე ვთქვათ, აი ეს AI ინსტრუმენტები სხვადასხვა ფორმით. მეორე ეხლა რაც მაგალითად კარგი არის, ეს გახლავთ ერთი წამი. ეს გახლავთ კლოდი. კლოდში მე ხა უბრალოდ გადავრთავ რისი ჩვენებაც მინდა მე თქვენთვის. Okay. Cloud project-ში ნახეთ რა არის ამისი კარგი ხა. Memory კი ბატონო ჩატებისგან შედგება, თუ არ გინდა ჩატ memory-ში უბრალოდ წაშლი, გაწერილი აქვს სკილები. ანუ შეგიძლია ფაილებიც ატვირთო და სკილი არის კონკრეტული ქცევის წესი, ხოლო მასალა არის კონკრეტული ცოდნის ბაზა, რომელშიც იყურება. ნაკლები ტოკენები რო დახარჯოთ, მე გირჩევთ მასალა იყოს ინგლისურად, TXT ან MD ფაილის სახით. იმიტომ რომ აი უფრო TXT ჯობია რო არაერიოს სკილში. ნახეთ როგორი რაღაცა, ეს არის თქვენი ცოდნის ბაზა და როდესაც რამე request-ს გავუშვებთ, ის ამ საპროექტო დოკუმენტაციისთვის არის კაი. პლუს ამას შეგიძლიათ დააკონექტოთ, ნუ ცოტა ცუდად კონექტდება, იმიტომ რომ ხან წყდება, ხან არა. Draw.io, ანალიტიკოსები, ხა მეც როდესაც ანალიტიკას ვაკეთებ ხოლმე ჩემთან კომპანიებში, ვიყენებ Draw.io-ს, diagrams.net, ხო? ეხა Draw.io-ში ხელით არ არის ხო სწრაფი სიამოვნება ან ყველაფრის აწყობა, არა? ამას შეუძლია თქვენს მიერ შესაბამისად გაწერილი დოკუმენტით, რომელიც თვითონვე შექმნა. რავი, წამებში აგიწყოთ Draw.io-s ფაილი და თქვენ მერე შიგნით მოახდინოთ საჭირო ჩაკორექტირებები, ხო? აი მაგალითად ეხლა ამას მოაქვს Monday-დან ინფორმაცია, ოღონდ request-ის საფუძველზე. ანუ უნდა უთხრა live რეჟიმში ამას არ მოაქვს, როგორც იქ მოქონდა. ხო, dashboard-ებს და Monday vibes. Request-ს მისცემ და კონკრეტულად სხვადასხვა სახის აი ესეთ dashboard-ს დაგიხაზავს. ეხლა აქ შიგნითაც ჩაწერა. აქ არის ეს დემოზეა, პრომპტში უნდა გაუწეროთ, რომ მხოლოდ გქონდეთ HTML დოკუმენტი. იმიტომ რომ ამაში ეხლა ამან ცალკე ტოკენები გახარჯა და ამაში მერე ცალკე ტოკენები გახარჯა. ხო, აი ესეთ HTML დოკუმენტს გააკეთებს, dashboard-ია რაღაც export-ზე, პრომპტით და ფერებით გაწერილი, როგორც მე ვუთხარი, ინფორმაცია შემოდის, როგორიც მე მინდა. ეს ექშენები რო უთხრა, გამითასქავს, საერთოდ უპრობლემოდ გათასქავს, ასე რომ მერე ამას არტეფაქტში თუ გამოვაქვეყნებთ, publish artifact შეგიძლიათ გადააზიაროთ ან სადმე კონკრეტულ გვერდზე დაკიდოთ კიდეც, როგორც ხა ნუ პირობითად landing page-ი ნებისმიერი, ასე ვთქვათ, სახით. ხო, აქ ის subscription-ის ფარგლებში მოიხმართ ჯერჯერობით ტოკენებს. პროექტებში ეხლა მე კიდევ რაც მაქვს, ძალიან კარგად მაქვს გაკეთებული ეს ჩემი N8-ის მაქვს, ამას ვერ გაჩვენებთ. აი MS Project-ის ფაილებთან ვისაც მუშაობ, კი იცით, რომ აქ წაშლილი მაქვს, რაც მაქვს რანზე გაშვებული დამკვეთების. რაოდენეზე მაწაკი არის Microsoft Project-ი, ხო? და რამდენად მიუხედავად ყველაფრისა არის ხისტი. აი მაგალითად სკილები დაახლოებით ეს უზარდე. კაი ხანი უზარდე 1-2 თვე მაინც უზარდე. ამაში არის ჩადებული project management-ის სტანდარტები და Microsoft-ის ძალიან დიდი დოკუმენტაცია. და შედეგად სრულ ანალიზს მიკეთებს დოკუმენტის. რა არის შეცდომით, რა არ არის შეცდომით და ამოაქვს აბსოლუტურად აი ესეთი ეხა ეს DocX-ა და მოაქვს
ზოგი ისე ამოაქვს, ზოგი ასე რა. მაგალითად, რეპორტები, სხვადასხვა ტიპის რეპორტები ამოაქვს. project manager-ისთვის, რომ თვითონ არ ეძებოს, არ აკავშიროს ყველაფერი, ხო? შეუძლია გააკეთოს dashboard-ი, მოკლე PM-ისთვის. აი შეხედეთ, earned value-ც კი არის, აბსოლუტურად ყველაფერია. ნახეთ რესურსები რა კარგად არის ჩაშენებული. ხო, Microsoft-ში საშინლად ჩანს ყველაფერი, სრულ ალოკაციას ხედავ, მე ამოვერ ალოკაციის დეტალური ანგარიში. და task-ები, რომელიც მე შეიძლება ვუბრძანო და პირდაპირ დაკონექტებულ ბორდზე გადასხოს. ძალიან workspace აკონექტებს, პრობლემა მიუთითო რომელ ბორდზე. დამკვეთის რეპორტინგს აკეთებს. აი ეს ახლა გაშვებული არის, არ ვიცი რამდენ რაზე, შეიძლება მცირე დიზაინერული შეცდომები რა სხვაობები იყოს, მაგრამ ჩვეულებრივი თვალი ამას ვერ ამჩნევს. ანუ ჩათვალეთ, რომ მონაცემი არ იკარგება და ერთ-ერთში ასე ვთქვათ, გადმოდის. ძალიან კარგ ანალიტიკას აკეთებს რა. ისეთ რამეს აკეთებს, რაც თვითონ Microsoft-ი native-ად შიგნით ვერ აკეთებს. თორე ხავ ისე რაღაცა იქნება. გაგაწყვეტინა. რამდენად მიეცი თავისუფლება კლოდს ამ დოკუმენტაციის ფორმატირებაში? სკილები გაუწერე. ანუ ამას არ აქვს თავისუფლება. ნახეთ, როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ კონკრეტულ შედეგზე, ეს კონკრეტული შედეგი უნდა იყოს რეგულირებადი, ხო? და როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ არარეგულირებად შედეგზე, იქ უნდა მისცე კლოდს თავისუფლება. უბრალოდ სკილები მინდა იმისთვის, რომ კლოდმა ზუსტად ის მომცეს, რაც მე მჭირდება. ხო, ამიტომ სკილები აქ იმხელა გაწერილი, ჯამში 12 სკილია გაწერილი. რომ მე აქ ამის თავისუფლება არაფერში არ მჭირდება. კონკრეტული წესებით მინდა იმოქმედოს, როგორც ძალიან ჭკვიანმა ჭყალებში ადამიანმა. შესაბამისად არა. დიახ. ეგებია. ერთი კითხვა გვაქვს, ორი კითხვა გვაქვს უბრალოდ და ერთმა დამსწრემ კიდევ ხელი აიწია. ერთი ზოგადია და ვფიქრობ შეხვედრის ბოლოს შეგვიძლია გადავიტანოთ. ერთი კი კითხულობს დრო iOS-თან დაკავშირება როგორ ხდებაო და სავარაუდოდ კონექტორს გულისხმობს. კი, MCP კონექტორით დააკავშირებთ, ძალიან მარტივია. Native-ად არ კეთდება, keys წამოიღებთ Draw.io-დან და ჩასვავთ. Custom connections გამოიყენებთ. მაგაზე ანუ მარტივია, იმაში უამრავი ტუტორიალია ორწუთიანი. ანუ პირდაპირ ლოგოს ვერ იპოვით connections რა, custom connections შექმნეთ და არქმევთ Draw.io-ს და keys წამოიღებთ თვითონ Draw.io-ს საიტიდან. ძალიან მარტივად copy-paste ხდება. კარგი, შეგვიძლია გავაგზავნოთ. ოკეი. ხო, აი ესეთი მოკლედ უამრავი რაღაცა. ეხლა ესეთი output-ი არ არის აუცილებელი მარტო იყოს რაღაცის, ანუ მე მაგალითად ყველა ჩემი პროექტი როცა იწყება, ანუ ნახეთ დიდ პროექტებს აგენტებს ვაკეთებინებ, მაგრამ აგენტურის სამუშაოს იქეთ მაქვს უამრავი საქმე. ხო, რასაც აგენტში ვერ ჩავდე ფიზიკურად, იმიტომ რომ მე თვითონ წარმოდგენა არ მაქვს, ანუ რა რეზულტატზე უნდა გავიდე. ამიტომ პარალელურად ყოველთვის ვაწყობ ხოლმე projects. გავწერ შესაბამის სკილებს და ნაწილ საქმეს აგენტები ასრულებენ და ნაწილ საქმეს მიკეთებს ხოლმე cloud project-ში. Cloud project-ში ვაკეთებ. იმიტომ რომ ესე ჯობია, იცით, ჯერ ერთი უფრო მოსახერხებელია და მეორეც ბევრად უფრო იაფია რა. და სწრაფია რაც თავარი ხა, სანამ მე რაღაც ახალ საკითხზე აგენტს გავსდი, დამთავრდა ხო პროექტი. ამიტომ, მე ხა დროში თუ რამე მეორდება კი შეიძლება აგენტს დაამატო, მაგრამ დაახლოებით ეს არის რაც არის. ხო, WorkOS-ის გარდა აბა კიდე რისი ჩვენება მინდოდა ხო, Cloud project-იც გაჩვენეთ. კი ბატონო. ხო, ეხა ამას მე ფიზიკურად N10-ში ვერ გაჩვენებ, იგივეს დაინახავთ N10-ში,
მაგალითად N8-ში კეთდება ძალიან კარგი workflow ავტომატიზაციები. იგივე შეგიძლიათ Make-შიც გააკეთოთ, მაგრამ again Make-ი ცოტა უფრო რთულია და მაგრამ სირთულეს მოსდევს ბევრი customization, რასაც მე ვაკეთებ. ხო, აი მაგალითისთვის რა, ვის როგორ არ ვიცი, მაგრამ მე რომ მომდის რაღაცა ოფერები, ხო? ძალიან დიდ დროს ხარჯავ ხოლმე ამ ოფერების გაკეთებაზე. ბიუჯეტის დათვლა, მე ამ ყველაფრის ტემპლეიტში გადატანა. ხო, და ანუ ძალიან მეზარება რა და შანსი არ არის რამე რო არ შემეშალოს ხოლმე რა, აუცილებლად დღეს რო გავაკეთე, ხვალდილით გადავამოწმე და ისე გავუშვი. ამიტომ ავაგე მაგალითად workflow, რომელიც რას აკეთებს, ნახეთ. ერთის მხრივ მე ეხა აქ არის გამოგონილი ციფრები რა. დამკვეთთან პირველადი კითხვარი შემივსო დამკვეთმა, შევხვდი დაველაპარაკე და ამ კითხვარის საფუძველზე, რომელსაც მე ვუტვირთავ, აქ ატვირთვა ბევრნაირად შეიძლება რა. ან კონკრეტული ფორმაში ავსე, ფორმაზე მიაბი, ან შეგიძლია უბრალოდ ტერმინალში აუტვირთო, იქვე ტერმინალის მსგავსი ფანჯარაა, ხო, ჩატი, N8-ის ჩატი. ტერმინალი არაფერ შუაშია. და მithulis ბიუჯეტს, ოღონდ ბიუჯეტს თulis კოდი, კოდით ითვლება ეს. ამ JavaScript-ს გამოიყენებთ თუ Python-ს არა აქვს მნიშვნელობა, რომელიც გაგიხარდებათ. ბიუჯეტს თulis კოდი, ამაში AI რესურსი არ მიდის. და templates ვავსებ, მივსებს AI. ანუ არის template და template-ში არის კონკრეტული სექციები, რომელიც AI-მ უნდა ერთის მხრივ წამოიღოს თავდაპირველი დოკუმენტიდან და მეორეს მხრივ თავად შეადგინოს მოკლე მომენტები. თეთრები მიშდება ეხლა ეს რანი. მერე მიავიღებ ბიუჯეტს, გადავახალისებ როგორც მე მაწყობს, გადავხედავ ვადას, შევხედავ ჩემს დატვირთულობას და ნაცვლად მაგალითად 3, 4, 5 საათის მე 9 საათში მაქვს ხოლმე მზად ოფერი. ანუ პირველადი კალკულაციებში მე დრო აღარ მიმდის. ეხლა თუ ვისთვისაც ეს პრობლემა არ არის, ამაზე შეიძლება დრო არ დახარჯოს, ხო? საერთოდ. მერე ნუ ეხლა ამ კონკრეტული ოფერები კი პირდაპირ შეიძლება მეილზეც გააგზავნო, ეგეთი ავტომატიზაცია აწყო. მაგრამ ნუ ჩემ შემთხვევაში ეს არანაირად არ ამართლებს. ხო, კიდევ ასევე ესეთ საინტერესო პროექტზეც ვიმუშავე, რომლის მე ეხლა სტრუქტურას ბუნებრივია ვერ გაჩვენებთ. ეს იყო intelligence, ძალიან საინტერესო იყო, რაღაცა კონცეფტი გაკეთდა ამ ყველაფრის, რომელიც კონკრეტულად ბაზიდან მოქონდა გამოცხადებული პირობითად სხვადასხვა საერთაშორისო ტენდერებზე გამოცხადებული ინფორმაცია მოქონდა, ეძებდა მოკლედ ბაზებში და ამ ბაზებიდან matching-ს აკეთებდა. და რაღაც გარკვეულ პირველად კალკულაციებს და შაბლონებს ქმნიდა. აქ ეხა შინაარსი ესეა, უბრალოდ რამოდენიმე იქ workflow-ები, აგენტები და ასე შემდეგ. ანუ ეხა მე რაც გავტესტე, სატესტოდ რაც გავაკეთე, საკმაოდ ისეთი ბევრი პრობლემა აქვს, ჰალუცინაცია, მაღალ მოდელებზე უნდა იმუშაოს ამან. მაგრამ პრინციპში აი ესეთი ვებგვერდიდანაც კი შეუძლია თუ კომპანიას აქვს ღია თავისი მონაცემები, ვებგვერდიდანაც კი შეიძლება რომ ფასები დაუშვათ წამოიღოს და დაადაროს და გააკეთოს. უბრალოდ რაც უფრო რთულია აგენტი, მით უფრო უნდა ჩააწვრილო აგენტები, მისი მუშაობა, იქ პრომპტები, ინსტრუქციები და ასე შემდეგ. და რამე შეცდომა რო იყოს, შენ უკვე იცი სად ეძებ. ხო. და ესეთი ჩემი კონსულტანტების გუნდი მყავს N8-ში. ეხლა იგივე კლოდში ავაწყვე მე, კლოდში. ჯერ ვაკვირდები ხარისხს და რაც თავარია ფასს. ხო, ფასებს. ხო. ჯერ ვერ გეტყვით რომელი უკეთესია, ხა ის რომ ორგანიზაციულ დონეზე N8-ი უნდა დაყენდეს, აქ ორი აზრი არ არის, უბრალოდ აი პირადი გამოყენებისთვის
აი ამ ძალიან სტრუქტურირებულ აუთპუტებზე მე რომელი უფრო გამომადგება, ამას ვტესტავ რა, იმიტომ რომ აქ ეხა მთელი ცოდნის ბაზა Supabase-ით მაქვს ატვირთული და განახლებადი და რაღაც მთელი ამბები აქვს Telegram-ით იმართება კონკრეტულად, მაგრამ ნახოთ რა იქნება. ზოგადად ეხლა ჯერ ვერც ამას ვიტყვი, ვერც იმას, მაგრამ ძალიან კარგად რომ მუშაობს კლოდი ფაქტია. ხო, აი ესე ჩემი კონკრეტულად 6 თანამშრომელი, რომელსაც 300 საათი კონსალტინგიდან დამიზოგა 60. დაახლოებით. ანუ ძალიან დიდ დანაზოგზეა, აქ არის ანალიტიკის საერთაშორისო სტანდარტი, project management-ის სტანდარტი, agile practice guide, ISO სტანდარტი, ბიზნეს პროცესების სტანდარტი, WorkOS დოკუმენტაცია. ეხლა ეს მარტო Monday-ზე მყავდა მე გაწვრთნილი. ხო? იმიტომ ძირითადად Monday-ზე მაქვს ხოლმე შეკვეთები. თუმცა აი სხვაც თუ მომიდა Supabase უნდა გავამდიდრო უკვე Monday-ითი და ცალკე მერიქ პრომპტები შევცვალო და ასე შემდეგ. ხო, უამრავ დოკუმენტს ქმნის, ანალიტიკას აკეთებს, დიაგრამებს აკეთებს, პროცესის იმას აკეთებს, რუქას აკეთებს, სისტემის არქიტექტურას, თუ CRM-იც არის, CRM-ს აკეთებს და თუ მჭირდება ტრენინგებიც. რატო გავაკეთე ორკესტრატორის ქვეშ? იმიტომ რომ იძახებს, რომელიც მე მჭირდება. და არა ყველას. ხო, და გადასცემს რომელ დოკუმენტს, რომელ აგენტს, აი როგორც მე ვეტყვი. მეორე ვარიანტია workflow-ები ხელით ტვირთვა. ბევრად უფრო იაფია, მაგრამ ნუ ეხა იყო საშუალება და გავაკეთე. და კი ვიხდი 15 ჯერ მეც. აი ესეთ დიაგრამებს აგიგებთ, ეხლა ეს არის უბრალოდ დემოზე. რომ აი დროაიოში ხა ან ესეც ან ისეც როგორცაც ეტყვით, როგორიც მარკდაუნიც დაგენერირდება ისე აგიგებთ. ეს დიაგრამებს თვითონ აი აქ ვერ ვაგებ, არა აქვს ამას დროაიოს ნოუდი რომ მიაბა, სურათი არ მაწყობს. ამიტომ მე აი აუთპუტს ვსვავ ხოლმე. ეს გინდათ ChatGPT-ში ატვირთეთ, გინდათ chat-ში ატვირთეთ, ჩვეულებრივ კლოდში. გინდაც კოდექსში ატვირთეთ, გინდა კლოდკოდშიც გააკეთებს წესით ხოლმე, მე ხა კოდის ტოკენები მაგაზე არ დამიხარჯავ ჯერ. ხო, როგორც გინდათ ისე დააგენერირეთ და მე ან კონექტორით, ან დაუნლოუდით და აპლოუდით დროაიოში თავისით ესენი დაიხატება. ხო, აი ესეთ რაღაც სურათით აი ესეთი გამოდის. სურათად, მაგრამ ეხა მე თუ მინდა ეს მივწიო, მოვწიო, გადავწიო, ბუნებრივია, ეხა ჩემთვის ეს სურათი არ იქნება არანაირად, ხო, beneficial. ხო, Make-ს შეგახედებთ, რაც არის Make-ში. ხო, მე პირადად Make-ის მომხმარებელი ბუნებრივია აღარ ვარ, მაგრამ ჩემი სტუდენტები Make-ში საკმაოდ კარგად აგებენ ხოლმე თავის workflow-ებს და აგენტებს. საკმაოდ საინტერესო ისეთი agent node-ები აქვს დამატებული. რა გავხსენი? ეს არის კონკრეტული სცენარი. სცენარიო workflow არის ერთი წუთი. ხო. აი მაგალითად აგენტური workflow-ები ხა შეიძლება, არ არის აქტიური ბუნებრივია. მაგალითად ზის მეილებში და ეს არის მაგალითად აგენტი, რომელიც ცემს პასუხს ავტომატურად. ანუ თუ მოვიდა კონკრეტული იმეილი, კონკრეტული შიგნით იყო რაღაც საკვანძო სიტყვა, რომელიც ჩადებულია, მაგრამ აქ ჯობია ფილტრებით იმუშაოთ, Gmail-ის ფილტრებით. Gmail-მა დაადო ფილტრი და აგენტმა წამოიღო. ხო? მერე ეძებს ბაზაში, ვინ არის დამკვეთი როგორ და პასუხობს ავტომატურ იმეილს და პარალელურად თუ არის მაღალი რაღაც რისკის თასკი, თქვენ გაძლევთ პირობითად შეტყობინება. შესაძლებელია knowledge base-ის ატვირთვა ძალიან მინიმალურ დონეზე ბუნებრივია, აქ რაღაც განსაკუთრებულად. ჩვეულებრივად ისა რა ქვია ეს ახლა აქ API მაქვს მე ჩვეულებრივ ChatGPT-თ OpenAI-ით გაკეთებული. ხო, აგენტური არა, აგენტური უამრავი საინტერესო workflow-ა კიდე აქ ახლა შესაძლებელი რომ გაკეთდეს. N8-ი არის მარტივი პირადის გამოყენებისთვის კომპანიის დონეზე მე მაინც N8-ის მომხრე ვარ, ვიდრე Make-ის. ნუ უამრავი რაღაცა ეს რაღაცა მოაქვს მეილიდან, ავსებს sheets და ასე შემდეგ, ხო. ნუ საინტერესო ტიპია, მოკეთ workflow-ები, non-AI workflow, AI workflow, AI agent და
ორკესტრატორიც კი შეგიძლია სცენარების გამოძახებით. უბრალოდ უნდა კარგად გაუწერო რა შემთხვევაში რომელი სცენარი გამოიძახოს. და ბუნებრივია კლოდ კოდი, მე ხა ამ წუთას მარტო იმას გაჩვენებთ, რისი ჩვენებაც შეიძლება, იმიტომ რომ აქ შეგეჩვენა წაშალოთ, რაც არ გჭირდებათ. აი მაგალითისთვის შეფასების აგენტი მაქვს გაკეთებული, ზოგადად კლოდ კოდში სუბაგენტების აგება შეგიძლიათ, სადაც ჩვეულებრივად CloudMD იქნება ესეთი ფაილი ორკესტრატორი, მაგალითად შეგიძლიათ ან თვითონ ჩატშივე ესაუბროთ და დაწეროთ ეს ფაილი, ან ცალკე ჩვეულებრივ ჩატში და მერე უკვე აგენტის ფაილი ატვირთოთ აქ. მაგალითად აქ არის აგენტი ორკესტრატორის ყავს ანალიტიკის რაღაც intake agent-ი, quality reviewer-ი, რეპორტის აგენტი, სტრატეგიის აგენტი და ტექნიკური სპეციფიკაციების აგენტი. ეს არის კონკრეტულად AI და WorkOS-ებზე შეფასება, როცა ვაკეთებ ხოლმე კომპანიების, მაშინ ახლა ეს არის ძალიან ისეთი ერთგვერდიანი მოგონილი პროექტია, ხო? შედეგად ქმნის დოკუმენტებს, როგორც კლოდის სკილებში მიუყვებოდა კონკრეტულ სტრუქტურას, აქ კიდევ უფრო მკაცრად მიუყვება სტრუქტურას. კიდევ უფრო მკაცრად. და შესაბამისად ფაქტიურად თითქმის იგივეს იღებ, რასაც მე ვიღებდი N8-ში. ანუ უბრალოდ მე ხა კიდევ ერთხელ ვამბობ რა, მე მაინც ხა ვამოწმებ შედეგებს და კონკრეტულად პირადი გამოყენებისთვის რამდენად თლიანად გადავალ კლოდში, მაგას ვიტყვი როგორც არის. აი მაგალითად, stage 1. მე ხა ინგლისურად ვაწერინებ მე და მთლიანად ინგლისურზე უნდა გადავიყვანო, იმიტომ რომ ტოკენების ამბავში მძიმეა და გადმოთარგმნაზე 3-4 ჯერ მე ტოკენს ხარჯავს რო იცოდეთ. და მეორეც მაინც ამისი ქართული მოიკოჭლებს. ზოგადად თარგმნა მე მირჩევნია ხოლმე Gemini-ში. ყველაზე კაი თარჯიმანი არის Gemini. და ChatGPT-საც საკმაოდ კარგი ქართულია კლოდთან შედარებით. ხო, დაახლოებით ესეთ დოკუმენტებს ქმნის, თვითონვე ამოწმებს, მერე ბოლოში ეს quality აგენტი რომ ყავს, ამოწმებს რამდენად დაგენერირებული არის შესაბამისობაში ის, რაც ინსტრუქციაში წერია. ანუ პირველადი გადამოწმება თქვენ არ გჭირდებათ. ხო? ესე დოკუმენტებს ქმნის რა, ეხლა რაც არის, რაც მე მჭირდება, ეხლა ზოგს რა ჭირდება, ზოგს რა დოკუმენტები დაუშვათ ჭირდება. ეხლა ნახეთ, ამის იქეთ, ხო? არსებობს უამრავი აგენტური სისტემები. გააჩნიათ თქვენ რა გჭირდებათ. ხო? ზოგი მაგალითად, რა ვიცი, OpenClaw იყენებს კარგად, ზოგი Hermes Agents იყენებს კარგად, ზოგს, რა ვიცი, სხვადასხვა პლატფორმებზე ყავს აგენტები, ხო? უბრალოდ ყველა თავისი მუშაობის სპეციფიკა. მაგ თემასთან დაკავშირებით კითხვა არის დასმული ბიზნეს ანალიტიკოსებისთვის რას გვირჩევთო, მაგალითად პროექტის აღწერილობის მოსამზადებლად, ფუნქციური და ბიზნეს მოთხოვნების დოკუმენტირებისთვის. Cloud projects, minimum. ანუ ნახეთ, თქვენ შეგიძლიათ გატესტოთ ნებისმიერი აგენტური სისტემები, ხო? იგივე, რა ვიცი, Hermes-ი, ხო? უბრალოდ ნახეთ, მარტივად ტექნიკური სეტაპის გარეშე რეგულირებად სტაბილურ, consistent შედეგი რომ მიიღო, ან კლოდში უნდა გააკეთო აგენტები, აი როგორც გაჩვენეთ, ან კლოდში გააკეთო პროექტები, თავისი სკილებით, რომელიც სულ შეცვლი რა, რაც კი რამე არ მოგეწონება. ხო? დიდი მასშტაბური ტასკებისთვის აგენტები, ესეთი პატარა პროექტული ისეთებისთვის კლოდ პროექტი. რა კლოდ პროექტით იწყებ, არ გარგეყოფა გადადიხარ აგენტზე. აგენტი უფრო მასშტაბურ საქმეზე არის გათვლილი, გაცილებით უფრო რეგულირებადი შედეგით. უბრალოდ იქ, რასაც აგენტი აკეთებს, იმის იქეთ ჭორაობა აღარ მოსულა და
მე როცა პროექტი მაქვს, მინდა ვეჩათავე, მინდა კვლევა გავაკეთებინე, რაც მინდა ის გავაკეთებინე და მივიღე სხვადასხვა ტიპის დაუშვათ შედეგები რა. აი ხა რაც აქ არის აგენტი აწყობილი ამას რომ ეხა ჭორაობა გაობა, კონტექსტის Windows ამოვწურავ, პროექტს ვერ დავასრულებ, უნდა შევამცირო, გადავიტანო სხვაგან, ან რამე ინსტრუმენტი უნდა ჩავაშენო, რომელიც გამიზრდის. ანუ კიდე მესამე მხარე უნდა შემოუშვა, მიხვდით ჩემს სამუშაო სივრცეში და ეგ უკვე დამკვეთის მონაცემებია, კი არის დაშიფრული, მაგრამ მაინც მე მესამე მხარის დაშვებას ცოტა ისე ფაქიზად და ფრთხილად ვუყურებ რა. ზოგადად უსაფრთხოებას, რასაც კი რამე. აი ნინო, მაგაზეც არის ერთი კითხვა, მოკლედ თუ შეგიძლია რომ გასცე პასუხი. ქართულ ბაზარზე კომპანიებში როგორ გადაწყვეტებს ხვდებით ხოლმე, როდესაც ინფორმაციული უსაფრთხოება კრძალავს ფაქტიურად მონაცემების გარეთ გატანას, ხოლო შიდა ხელსაწყოები არ არის საკმარისი ამოცანების შესასრულებლად. ნუ რა ვიცი, ხა ან ერთი უნდა შეცვა, ხა რანაირად მე თუ შიგნით ვერობიდან ვერ დავაერთე ვერანარი AI, მე იქ ვერც ვერაფერს ვერ გავაკეთებ. მე არ მქონია მსგავსი რამე, რომ ეხა ვიღაცას ავტომატად მაგალითად დამეყენებინა მანდეი და კომპანიას ეთქვა, რომ ჩემ კომპიუტერზე ჩემი იუზერებით აქ ხალხი ვერ შემოვა. ნუ ვერ შემოვა და კარგად იყავი, ხა რა გავაკეთო? მე ხა custom soft ხო ვერ დაუწერ? არა დაუწერ, მაგრამ რავი ერთი წელი დაგჭირდება და რავი ძალიან ბევრი ფული ხო? ხო სისულელეა. ამ დღესდღეობით ორგანიზაციებში ძირითადად მზაობა გვხვდებათ, როგორც ნახეთ, მე ვინც მიკვეთავს უკვე მზად არის. და მე თვითონ არავისთან არ დავდივარ, ჩემგან იყიდეთ მეთქი. ხო, კი, ანუ იქ არის გარკვეული ბარიერები, არის ესეთი მაგალითად სამედიცინო სექტორი, არის რაღაც მე თვითონაც რომ ვამუშავებინებ, მე დაშიფრულ მონაცემებზე ვმუშაობ და ისე ვიცავ მე, როდესაც რამეს ვამუშავებინებ, რომ შანსი არ არის, ნულზე არის დასმული თითქმის ჩემი დამკვეთების უსაფრთხოება ჩემთან როცა მუშავდება რა, იმიტომ რომ მე ვიცი ამასთან როგორ მოვიქცე და ეხა ორგანიზაციებში ნახეთ, ანუ თუ AI არ შეუშვეს, თუ ეს სისტემები არ შეუშვეს, მაშინ არ უნდა დააყენონ ეხლა ხო და მე ვინც მიკვეთავს, ისინი მზად არიან, ან გარკვეულ კომპრომისზე მივდივართ ხოლმე მერე, რაც რამე დამუშავებას ეხება. სხვანაირად არ დაყენდება რა. ხო. არსებობს ეხა ბოქსირებული WorkOS-ები, კი ბატონო, თავიანთ სერვერებზე. ნუ მან სერვერების ისიც არის, ბევრი რაღაცაა, მაგრამ ყოველ შემთხვევაში შეხედეთ, თავიანთ სერვერებზე არის ხოლმე მაგალითად, ხო, ეს ყველაფერი პროცესინგი. მაგრამ მაინც, როდესაც მესამე მხარე შემოდის. მან სანდო ინსტრუმენტები, შიდა პოლიტიკა და გარკვეული კომპრომისები. ეხა თუ კომპანია ყველაფერზე თქვა არა, ის ვერ გაციფრულდება, ეხა ეგრე არ გამოდის, მაგრამ უამრავი სოლუშენი არსებობს ბაზარზე, რომ არ მოხდეს მონაცემების გაჟონვა და არა მართლზომიერი თუ როგორც არის გამოყენება რა. თუ კომპანია იტყვის არა მე არაფერს არ ვიზამ, ის ვერც გაციფრულდება. რა უყო? გასაგებია. ორი კითხვა გვაქვს, ერთი ციფრული პროდუქტები სად ჯობია გავაკეთოთო და მეორე როგორ შეიძლება ციფრულ პროდუქტებზე გულისხმობთ, ეხა ეგრე იმდენია. ალბათ რაღაცა მობილური აპლიკაცია, ან მაგალითად e-commerce საიტი, ან რა. აი, მოდით e-commerce საიტებს, აი ნახეთ, მე პირადად ეხლა ჩემს აზრს ვიტყვი, ძალიან არაპოპულარულს რა. ნუ გადავდივართ vibe code-ერები დაუკრეფავში. ხო? ძალიან გთხოვთ. ისე როგორც AI project manager-ი კითხვა-პასუხით ვერ გახდები და ანალიტიკოსი კითხვა-პასუხით ვერ გახდები, ეგრე vibe code-ერი პრომპტით დაწერილი კოდით ვერ გააკეთებს საიტს landing page-ი კი ბატონო. Lovable API, lovable body.dev არაჩვეულებრივ საიტს აკეთებს. Figma კავშირდება იმასთან რა ქვია კლოდთან, Wix-ი კავშირდება კლოდთან, პრომპტით არაჩვეულებრივი მათ შორის მრავალსაფეხურიანი საიტი კეთდება. მაგრამ მოდით რა გაყიდვებს შევეშვათ რა, ძალიან რთულია რა. კოდი უნდა იცოდე, web development-ი უნდა იცოდე, ყველაფერი ბაზებთან მუშაობა უნდა იცოდე. აი,
ყველაფერი რაც მაგაში შედის რა და ეგეთი ხალხი კომპეტენტურები ვინც არიან კლოდკოც რო იყენებენ და კლოდი რო წერს ისინი სათითაო კოდს ხედავენ და არქიტექტურებს ხედავენ საიტი არ გაგეჭედება ყველა სხვა მსგავსი რთული პროდუქტი აგებული AI-ით და ის ჰაიპი რო რაღაც 1 საათიანი ტრენინგით მილიონიან პროდუქტ შექმნი გავიარეთ უკვე ეგ სად გაასხავს ის საიტი არ იცი და შეიძლება კომპანიას მერე მილიონობით ზარალი მიაყენო და გვატემალაში გახდე გადასასახლებელი თუ როგორც არის თუ გაგიშვეს ასე რომ ნუ გადავდივართ ხოლმე დაუკრეფავში მარტივი ლენდინგ პეიჯები კი ბატონო HTML-ები კი ბატონო რამოდენიმე გვერდიანი საიტები კი ბატონო მაგრამ არა რთული აპლიკაციები რთული agent solution მე რთულ აგენტებს ვაგებ მე ხალხს ვქირაობ სპეციალურად კონკრეტული ტასკებისთვის მე რა რო ეგ პრომპტით მეც შემიწლია და მეც მესმის მაგრამ არა ბაზები კარგად უნდა შემიმოწმონ კარგად უნდა გაკეთდეს პირობითად მიგრაციები თუ საჭიროა ხო ზოგჯერ მიგრაციებს ვაკეთებთ ხოლმე უსაფრთხოება უნდა იყოს უმაღლეს დონეზე კოდი, რასაც კოდით გავაკეთებ, აი იქაც კი მარტივ კოდს არ გულისხმობ ხა ბიუჯეტისთვის რო გავაკეთე, ხო? ფორმულებს ვხედავ. და ასე შემდეგ. Lovable dev, ესეთი DEV, ძალიან კარგია საიტებისთვის, ან კლოდი, ან კოდექსი, ChatGPT-ის კოდექსი, დააერთეთ ნებისმიერზე რა ეხა Wix-ზე გამიტესტავს, Figma-ზე გამიტესტავს, კარგად მუშაობს და Wix-ზეც ხო, შეგიძლიათ მეტი საიტები არ გამომიყენებია. მე თვითონ რო არ მოგატყუოთ, რაც გავტესტებ და რაც ზუსტად დაწერეს აი სასწავლო PDF-ს და თამაშები მაგალითად. მე თამაშებზე არ სპეციალისტები და ვერ გეტყვით დასერჩეთ. მაგრამ მე მაინც ყველაზე კარგი არის, რომ არა კონკრეტული იმის AI გამოიყენოთ, არამედ აი კლოდ კოდს ან კოდექს დაუკავშიროთ და იქედან მოახდინოთ დეველოპმენტი გაცილებით კარგ შედეგზე გახვალთ. აი თამაშები და მე ძალიან შორს ვარ, ჯოკერი ვითამაშე ბოლოს მე-11 თუ მე-10 კლასში იყო, მე მგონი 100 წლის წინ, ასე რომ თამაშებზე ვერ გაგცემთ პასუხს. ნინო, აი სათქვენო კითხვა არის კიდევ, როგორ შეიძლება ეს ყველაფერი ვისწავლო უფრო ზედმიწევნით? ნახეთ YouTube-ზე დევს ბევრი ვიდეო, ძალიან ბევრი ვიდეო, Udemy-ზე არის ბევრი სასწავლო კურსი, აიცით ხო $12. ხო, მეც მაქვს კურსები, მაგრამ მე უკვე ხვალიდან ვიწყებ პრინციპში. ხო. შესაბამისად, ნახეთ, კიდე ქართულ ბაზარზეც იყიდება ბევრნაირი კურსები. ყველა კურს აქვს თავისი ორიენტირი, ასე ვთქვათ, როგორც ფორმატი, ასევე ორიენტირი, ხო? სად რაღაცას გასწავლიან, სად რაღაცას მეტად, სად რაღაცას ნაკლებად. და ასე რომ შეგიძლიათ შეარჩიოთ, რაც არ ჭირს დღეს სწავლა, არა, რაც არ ჭირს. ხო. და ასე რომ თუ გაქვთ ადგილიო? მე მგონი ჯობია ამ კითხვებით პირდაპირ. ხო, არა, ეს ხო, თუ ვინმე საინტერესებს, შეუძლია რომ რავი მომწეროს, ხა. მოკლედ, არა, დღეს შეგიძლიათ აბსოლუტურად უფასოდ მიიღოთ ცოდნა რა, აბსოლუტურად უფასოდ. მაგალითად, ChatGPT და Claude აქვს Learn მოდული, Learn-ი. ხო, ეგ დაიხმაროთ, გირჩევთ YouTube-დან. კი, ეს უფრო რთული გზაა, გჭირდებათ უცხოენის ცოდნა. რაიმე ისეთი გლობალური უცხოენის. ხო, მაგრამ დღეს არის ისეთი აი ფუფუნება, ბოლო ალბათ ეს 10 წელია რა, 15. არა, ბოლო 10 წელი ალბათ ვიტყოდი, როცა შეგიძლია ნებისმიერი ცოდნა მიიღო ფასოდ და რაც თავარია ონლაინ რა. უბრალოდ ეს მონდომების ამბავია და რო არ დაიბნე რა სტრატეგია რო გქონდეს შენი სწავლის. ეგეთი რაღაცა. ოკეი. ძალიან კარგი. ნინო, შეიძლება თქვენ დაგჩათ რამე სლაიდი საჩვენებლად? მე მოვჭი.
აა, ძალიან კარგი. ვფიქრობ, ძალიან საინტერესო შეხვედრა გამოვიდა. ძალიან საინტერესო. ბევრი სიახლით და აუცილებლად გახდით მეგობრებო ნინოს გამომწერი LinkedIn-ზე და ვისაც თვალით. აინტერესებს, ხო, მადლობელი ვიქნები თუ დამიმეგობრდებით. დიახ. ძალიან კარგი. აა, შეგვიძლია ამ ნოტაზე დავასრულოთ შეხვედრა. მადლობა დამსწრეებს და საინტერესო კითხვებისთვისაც მადლობა ყველას, ვინც ძალიან დიდი მადლობა, მეც მინდა გადაუხადო დამსწრეებსაც, ორგანიზატორებსაც და რა ვიცი. რა გველოდება ოღონდ AI-ში რომ მკითხავენ, არ ვიცი, კაცმა არ იცის. ნახოთ რა, ცუდი არაფერი მოხდება. ვნახოთ. Fingers crossed. დაახლოებით ეგრე. დიდი მადლობა და მომავალ შეხვედრამდე. მადლობა დიდი. კარგი.